ძვირფასო მეგობრებო, მე გივროცავ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ტრადიციულად გორში ამ დღესთან დაკავშირებით სტალინისტები და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და სტალინის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. 80 წლისთავი არის გერმანელებზე გამარჯვების დღე, რომელიც ხალხისთვის იყო დიდი დღესასწაული. 1941 წლის 22 ივნისს გერმანელები თავს დაესწრნენ საბჭოთა კავშირს, შემოვიდნენ ბელარუსის მხრიდან, ბრესტის მხრიდან და დადგა პერიოდი, რომ ეხლა მე ჟუკოვის წიგნიდან ვიცი ეს ყველაფერი და ისედაც ვაკვირდებოდი ყველაფერი ცხოვრებას. დადგა რომ აერჩიათ ვინ უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერის მთავარსარდალი. აირჩიეს დიდი ბელადი სტალინი, გენერალი სიმუსი სტალინი. მე მინდა დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს, საბჭოთა კავშირს მეტანგრეულად რომ არ მივიჩნევ და მინდა მსოფლიოს ჩვენი პლანეტის მოსახლეობას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. რამე თუ დღევანდელი დღე ხალხო ყველა მეს ვიცოდეთ რომ მარტო საქართველოსი და რუსეთის ის არ იყო ხალხო. დღევანდელი დღე არის მისალოც იმიტომ მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს უსასტიკესი ომი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი ერქვა. მთელ სამყაროს მოსახლეობას ემუქრებოდა განადგურებით. ხალხო და 80 წლის წინ დღევანდელ დღეს მსოფლიო სამწნეს იმის შესახებ რომ დედამიწაზე დამთავრდა ეს დამანგრეველი, ეს უსაშინლესი უბედურება, რომელიც წამოიწყეს ნაცისტებმა ჰიტლერის მეთაურობით, მაგრამ ჰიტლერული ეს ბოროტი ეგემონია ამ ლეგენდარულმა, აი აქ დაბადებულმა ღვთისკაცმა, ადამიანმა შეუდარებელმა, ამოუცნობმა იოსებ ბესარიონიძე სტალინმა არაპატია და დაასამარა. ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავთან დაკავშირებით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მე მინდა მიულოცო დღევანდელი დღე სრულიად სამყაროს, რადგან დღეს არის გამარჯვების დღე ფაშიზმზე. ეს ძალიან დიდი ჭირი იყო სამყაროსთვის, რომელსაც დაირაზმა მაშინ საბჭოთა კავშირში შედიოდა საქართველოს რესპუბლიკა და უდიდეს წვლილი აქვს ამ ფაშისტთან ბრძოლაში თითოეულ ქართველს. სამწუხაროდ ძალიან მცირე დარჩა ამ გამარჯვების ომში გამარჯვებულები ფაქტიურად აღარ არიან, მაგრამ მარია მათი ოჯახები მათ მიულოცავ. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300,000 ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.